თორნიკე რიჟვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის შეცვლის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ის პრემიერმა ცოტა ხნის წინ წარადგინა. 7 წლიანი საქმიანობის შემდეგ რიჟვაძემ თანამდებობა დღეს დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადები დაცნობა, რომელშიც მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, აქცენტი მხოლოდ სიახლის აუცილებლობაზე კეთდება. აჭარაში საკადრო ცვლილება მხოლოდ მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლით არ შემოიფარგლება. 3 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დაკავებული პოსტიდან წავიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მიზეზად როტაციას ასახელებს. ნათია ქენქაძემ მოისმინა 1 საათის წინ გაკეთებული განცხადება საკადრო ცვლილებებსა და გადაადგილებაზე. ნათია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დღეს წარადგინა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან ერთად და ამ ცერემონიას ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ უმაღლესი საბჭოს წევრებთან გაიმართა კონსულტაციები კანდიდატურის შესარჩევად, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა და ასევე ის ბუნებრივია შეთანხმდა პრემიერ-მინისტრთან. სულხან თამაზაშვილი ამ თანამდებობაზე მოდის ძალოვანი სტრუქტურიდან. ის 2021 წლიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მანამდე კი იყო იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის როგორც გითხარით 4 წლის განმავლობაში მუშაობდა დედაქალაქში პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი სახელი მედიაში გაჟღერდა მკაფიოდ გასული წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცია, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და თავად სულხან თამაზაშვილი და მათ დააკისრა დიდმა ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა მონიტინგების და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავადობაზე. უკვე შემდეგ მიმდინარე წლის იანვარში სულხან თამაზაშვილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების სიაში, რომელსაც პრეზიდენტმა გადასცა ღირსების ორდენები მართლწესრიგის და სამართლის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. როგორც დღეს გამართულ წარდგენაზე აღინიშნა, სულხან თამაზაშვილი წარმოშობით არის აჭარის რეგიონიდან და როგორც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი აცხადებენ, ის კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს და აქვს ყველა ის თვისება და გამოცდილება, რომ ამ რეგიონს უხელმძღვანელოს. ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახლო წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი. შესაბამისად ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ის წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. 7 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, გახორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი მხარე, ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ დღეს ძალიან ღირსეულ კანდიდატს ბატონ სულხან თამაზაშვილს. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო ჩვევები, უნარჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. არის ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. მადლობა ნდობისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ამძაფრებს უფრო ის გარემოება, რომ მე ვარ სწორედ ამ კუთხის შვილი. მე დავიბადე, გავიზარდე აჭარაში. ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, ალბათ სწორედ ამ წლებს უკავშირდება. და
მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ მე ჩემი ალბათ მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მექნება შესაძლებლობა რომ მოვახმარო ჩემ ხალხს. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში მოხდა კანდიდატურის წარდგენა. ორკვირიანი ვადა აქვს პრეზიდენტს იმისთვის, რომ უმაღლეს საბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩიოს კანდიდატი. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მას უკვე თავად თავმჯდომარეობის აჭარის ავტონომიური ოლქის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ასახელებს და ერთიანად ხდება მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობა და მის დამტკიცებას სჭირდება უმაღლეს საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა. იმ შემთხვევაში თუ ვერ დამტკიცდება ეს შემადგენლობა, პრეზიდენტს უკვე შემდეგ შეუძლია რომ წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურები. დღეს გამართულ წარდგენის ცერემონიაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამ განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, არ ყოფილა საუბარი მიზეზებზე, არ ყოფილა დაკონკრეტებული სამომავლო გეგმები და ამ დროისთვის არ არის ცნობილი, გადაინაცვლებს თუ არა ის სხვა რომელიმე თანამდებობაზე. აჭარაში საკადრო ცვლილებებზე ნათია ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.